ზურა, მოგესალმები, მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩვენთან ერთად სტუდიაში. 22 მაისს 5 დღეში ხუთშაბათს გაქვს სასამართლო პროცესი, თუმცა სანამ ამ სასამართლო პროცესების საუბრებდებ, მაინც მინდა ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ ამბავს და კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს შენი გადაწყვეტილება, რატომ არ მიხვედი კომისიაზე ეს ერთი და რატომ არაპირებ იმ გირაოს გადახდას, რომელიც დაგიკისრა სწორედ ამ კომისიაზე არ მისვლის გამო. მიზეზი ერთი და იგივეა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის რაღაცა მასკარადი, რომელსაც რეჟიმი აწყობს და გაიძულებს, რომ ამ მასკარადში მიიღო მონაწილეობა, რითიც ერთის მხრივ აღწევს იმას, რომ ლეგიტიმაციას იღებს ირიბად, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიდან, პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაცა ეს. აი, გახარია რომ მივიდა მიიღო, ეხლა ლეგიტიმაცია. ჩემი აზრით კი, იმიტომ ირიბად აძლევ ლეგიტიმაციას, რადგან მიდიხარ, ესე იგი აღიარებ, რომ აი მაგას რომ პირაპირ არ იძახი რომ ლეგიტიმაცია აძლევ, მაგრამ რადგან მიდიხარ და გეძახიან და მიდიხარ, ესე იგი აღიარებ, რომ რაღაცა იმასაც მართლა რაღაცა ძალაუფლება გააჩნია. აი, ხა ესე ჩანს, რომ მაგალითად გახარიამ აღიარა ის პარლამენტი? კი, რა, ჩემი აზრით ეგრე ჩანს კი. და ეს კომისიაც ეგ არის ხო ამ პარლამენტის მიერ, თვითონ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც კომისია და გეუბნებიან რომ აქ უნდა მოხვიდე და პლუს გემუქრებიან რომ თუ არ მოხვალ ჩაქვსამ ციხეში ხო და მე ჩემი პრინციპული პოზიცია არის რომ ეგეთ მასკარადში, არც ეგეთ მასკარადში მონაწილეობა არ მივიღო. და მგონია რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეგ ხო ინდივიდუალური ამბავია, ხა იმას კი არ ვამბობ რომ რაღაცა ყველა ისე უნდა მოიქცეს როგორც მე ყველა ნებისმიერი ეს პოლიტიკოსებიც, რავი, ადამიანები არიან, ყველას თავის პასუხისმგებლობები აქვს, ყველას თავისი რაღაც პრობლემები აქვს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ყველა ესე მიიღებს აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის ეს არის პრინციპული ამბავი და მე ვიყავი პირველი, ვინც საჯაროდ თქვი, რომ არც კომისიაზე მივარ და რაც არ უნდა დამაკისრო, არც იმას არ გავაკეთებ, შემოსაც არც გირაოსაც არ ვიხდი. კი ბატონო, რას ელოდები მაშინ 20 მაისს? კიდე უფრო გასაგებად რა ახსნა. იმის გამო, რომ de facto ძალაუფლება არის ამათ ხელში, ამათ შეუძლია ბევრი რაღაცები აკეთონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა მიიღო იმათ გაკეთებულ რაღაცებში მონაწილეობა, ხო? მათ შეუძლიათ, რომ პირობითად მიიღონ კანონი და თქვან, რომ ხვალიდან თუ არ ვიცი, ერთი კვირის თავზე ყველა პოლიტიკოსმა უნდა იაროს წითელი კლოუნის ცხვირით. აი შეუძლიათ მიიღონ რა, უყრიან კენჭს და მიიღებენ რა და თუ არა და დავიჭერთ რა. ხო და რა უნდა ქნა ერთი კვირის თავზე უნდა დაიწყო წითელი კლოუნის ცხვირით სიარული? ხო რა მე მგონია რომ არა, ჩემთვის არის პრინციპული ამბავი, იგივე რაღაცა არის ის რაც არის ეხა ეს რაღაცა კომისიაზე არ მოსვლა და ეხა რაღაცა მოიტანე 20,000 გადაიხადე. გინდა კლოუნის ცხვირი დაგიმაგრებია და გინდა ეს გაიკეთებია. ჩემი აზრით არანაირი განსხვავება არ არის, რომ რაღაცა სისულელე მოიგონეს და გეუბნებიან რომ ამას თუ არ გააკეთებ, ამის გამო დაგჟი. ხო რავი, დამსაჯო. ხო, აი რას ელოდები მაშინ 22 მაისს აი რაღაცნაირად მზად ხარ იმისთვის, მათ შორის ფსიქოლოგიურად რომ, არ ვიცი 22-ში რომ მიხვალ სასამართლო პროცესებს, სხვათა შორის არ გიშვებდნენ ბოლო დროს ამ ამბავსაც შევეხებით, თუმცა დაგიწყევლია იქ ვიღაცები, მაგრამ აი რომ მიხვალ სასამართლო პროცესზე, არ ვიცი, შეიძლება იმ დარბაზიდან გარეთ კი არ გამოხვიდე საერთოდ, სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა. მზად ხარ თუ არა ამისთვის? მოდი პირველი ამას კითხავ. არ ვიცი ამისთვის როგორ უნდა მოემზადო, ხა დაკავებული ყოფილვარ და წინასწარი დაკავების იმაში ღამეებიც გამიტარებია. ხანძლივად ესე დაკავებული არ ყოფილვარ. რავი, ვფიქრობ მაგას, თუ მომზადება არის ის, რომ რაღაცა იფიქრო ამაზე და განეწყო, ხო, არ ვიცი, განწყობა რამდენად გამოდის, არ ვიცი, უფრო მეტად მეფიქრება იმაზე, რომ რაღაცა ბევრი რაღაცა ვალდებულები და პასუხისმგებლობები მაქვს და ეს რაღაცები როგორ მოვაგვარო, ჩემი თავი უფრო ამით არის დაკავებული, ვიდრე იმითი, რომ ეხა რაღაცა იქრა იქნება. იქრა იქნებაზე რავი, ნაკლებად ვფიქრობ, რავი, ხა მართლა რაზეა, ჩემ შემთხვევაში ლაპარაკი არის ეხა რაღაცა წინასწარ დაკავებას და მე შეიძლება მაქსიმუმ ერთი წელი მომისაჯონ ამ რაღაც სიგიჟის გამო. იქ ყოველ დღე სასამართლოში დავდივარ, სადაც რავი პატარა ბიჭები ყავთ დაჭერილი და იმათ შეიძლება რა 8-დან 20 წლამდე მიუსაჯონ არაფრის გულისხმად. შორის ადამიანები ყავთ, რომლებიც ზოგი ნაცემია და ისე ყავ დაჭერილი, ზოგია რომელსაც ნარკოტიკები ჩაუდეს და მართლა 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება და ამ შემდეგ. ამ რაღაცებს რო უყურებ, ეხა საუბარიც კი რაღაც იმაზე, რომ წინასწარი დაკავებით დამაკავონ, რავი, არაფერი ისეთი არ არის. კი ბატონო, 54 პოლიტიკური პატიმარი ყავს ბოლო 1 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და თვის ბოლომდე თქვენი ჩათვლით შეიძლება ისეთი ვითარება მივიღოთ, რომ 58-მდე გაიზარდოს ეს მონაცემები, გულისხმობ ამ შემთხვევაში თქვენ, გვარამიას, ნიკამელიას და გიორგი ვაშაძეს, რომლებმაც ვაშაძესაც ასევე ჯერჯერობით არ გადაუხდია, არ ვიცი რას ვიზრდოს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ვიცი, რომ კატეგორიულად არაპირებთ გირაოს გადახდას. აი
თვის ბოლოს რომ გვეყოლება 58 პოლიტიკური პატიმარი. აი, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პოლიტიკური ლიდერების პატიმრობაში ყოფნა. ამამ შეიძლება რაღაცნაირად სიტუაცია დაძაბოს იმ კუთხით, რომ გაართულოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, იმიტომ რომ მივიღოთ ზუსტად ისეთი მოცემულობა, როგორ შეფასებებსაც თქვენ აკეთებთ, რომ ივანიშვილს უნდა ამ ქვეყნისგან ბელორუსი გააკეთოს და ზუსტად იგივე სურათი, თუ დამძიმდება ვითარება ისე, რომ გამარტივდება რაღაცნაირად მისი დამარცხება. ანუ ეს თქვენი გააზრებული გადაწყვეტილება, რომ თუნდაც ერთი წლით მიდიხართ ციხეში, აი რა არის ის, რამაც შეიძლება რაღაცა, აი რაღაცნაირად ეს ხო თავგანწირვა არის. შეიძლება ვიღაცას ის რაღაც გადაჭარბებულ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ თავგანწირვა რისთვის, აი რა უნდა მოიტანოს ამან? ნუ პოლიტიკური შედეგის თვალსაზრისით რაც შეიძლება ვივარაუდოთ არის ის, რომ ერთი რომ გასაგები გახდება ყველასთვის, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, რომ ეს რეჟიმი გადავიდა შემდეგ ფაზაში, ანუ რეპრესიული ზომების მიღების თვალსაზრისით, რაც ჩემი აზრით კიდევ უფრო გაამყარებს არაღიარების პოლიტიკას გარედან, რასაც ახლა ვხედავთ, არჩევნების შემდეგ გავიდა ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ გავიდა უკვე ნახევარ წელზე მეტი მე მგონი და ვხედავთ რომ არავინ ამათ რეჟიმს არ აღიარებს და ვერანაირი აღიარებები გარედან ვერ წამოვა, თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, ეს ჩემი აზრით გააძლიერებს სანქციების თვალსაზრისით რა პოლიტიკური მოსაზრებიც არსებობს ახლა დასავლეთის წრეებში იმას, ანუ უფრო მეტი სანქციები წამოვა სავარაუდოდ. ჩემი აზრით ძალიან გაურთულებს ნებისმიერს ამ ქვეყნის შიგნით, ვისაც ახლა თავში კიდე აზრად უდევს, რომ ოქტომბერში დაგეგმილია რაღაცა, რომელსაც ისინი ეძახიან არჩევნებს, მაგრამ სინამდვილეში არანაირი არჩევნები არ იქნება, მაგაში მონაწილეობის მიღება გაურთულდება ნებისმიერს. ხო, გახარია ვინც არ უნდა იყოს ახლა, გახარია შემთხვევაში არავის ჯერ გასაგებად არ უთქვამს, რომ იღებს ესე მონაწილეობას. ნუ ის უფრო თამამი ჩანს ამ ამბავში, ესე ხიად შეიძლება არ ამბობს, მაგრამ რიტორიკაში უფრო იქით იხრება, ვიდრე არ მონაწილეობისკენ, თუმცა გადაჭრით მასაც არ უთქვამს და არც მის წარმომადგენლებს არ უთქვამს, რომ ეჭველი იღებენ, მაგრამ ეს პროცესი გართულდება, ჩემი აზრით, გაურთულდება ნებისმიერს. პროტესტს რაც შეეხება ბოლო ალბათ ერთი ორი თვე არის, როცა მე მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებთან, ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ან უბრალოდ რაც ცნობად ადამიანთან, რომელიც ამ პროტესტში იღებენ მონაწილეობას და როცა არის ხოლმე დისკუსია ამაზე და ხშირად ისმის ხოლმე ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური ლიდერების კრიტიკა საჯარო სივრცეში ჩანს, ხო? რასაც აქვს საფუძველი, ცხადია, თუმცა ყოველთვის ჩემი კითხვა მადამ იყო ხოლმე ბოლოს უსვამდი ხოლმე ამ კითხვას, რომ ოკეი, აი რამდენია ეს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი, 20 ადამიანია, 30 ადამიანია? აი წარმოგიდგენთ რეალობა, რომ აღარ არის ეს 20 და 30 ადამიანი. რაღაც მიზეზის გამო, პირველ რიგში გამოვედით 20 ადამიანი და ვიძახით, რომ აღარა ვართ. ხო? ან დაგვიჭირეს ყველა რა. მაშინ რა ხდება? ხო და ამაზე ფიქრი ამ ადამიანებში მანამ სანამ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აქტიურობენ რაღაც საკეთებენ, თუნდაც შეიძლება უკმაყოფილო იყო მაინც. ნაკლებად არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს წარმოდგენა ამ რეალობის, როცა ეს ადამიანები შეიძლება არ იყვნენ, ცოტა რთულია ხოლმე და მაგ ნაწილში მგონია, რომ ბევრი ადამიანი დაიწყეს მაგაზე ფიქრს. რომ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას, როცა აღარ არსებობენ, აი რა, დაჭერილები არიან ციხეში. არა, მე რა ხდება? ამის მერე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ბევრ ადამიანს, რომელსაც რაღაცა ნდობა აქვს საზოგადოების თუნდაც რაღაცა ნაწილში და რომელიც რეჟიმთან არის დაპირისპირებული. მე ბევრჯერ მithქვამს ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრ შეხვედრაზე, რომ ამ რეალობაში ახლა პოლიტიკური პარტიები ამ ქვეყანაში აღარ არსებობენ. არსებობენ ცალკეული ადამიანები, ვიღაცა შეიძლება პოლიტიკოსი ეძახდეთ, ვიღაცა მსახიობი, ვიღაცა მასწავლებელი, ვიღაცა მხატვარი, ვიღაცა ის, ვისაც რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილში რაღაცა ნდობა აქვს. ანუ მე ვარ რაღაცა ზურა ჯაფარიძე და ადამიანების რაღაცა ნაწილი, რომელიც ჩემ ცხოვრებას უყურებს ბოლო ამ წლების განმავლობაში, მენდობა და მოუყვება. ესე არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეიძლება 100 ადამიანს კი ენდობოდეს, ისიც კი ღირებულია. და ჩემი ის ყოველთვის ეგ იყო, რომ ამბავი არის ის, რომ ყველა ესეთი ადამიანი უნდა გაერთიანდეს. პარტიები კი უნდა გაერთიანდეს, ყველა ესეთი ადამიანი უნდა გაერთიანდეს რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ხო და მგონია, რომ მაგ მიმართულებით უფრო მეტად დაფიქრდებიან ადამიანები და იფიქრებენ იმაზე, რომ რაღაცა იმან პოლიტიკოსმა რა გააკეთოს კი არა, მე რა შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენ ერთად რა შეიძლება გავაკეთოთ ეგეთ მოცემულობაში, როცა უკვე პოლიტიკოსებს სვამენ ციხეში. და არ უყვართ ხოლმე ძირითადად პოლიტიკოსებს რაღაცა ესეთი რაღაცა ჰიპოთეტურს ეძახიან ესეთ შეკითხვებს რო ვსვამ, მაგრამ აი დაუშვათ რომ ამან ესე არ იმუშავოს, როგორც თქვენ ფიქრობთ და პირიქით მოხდეს და რაღაცა უფრო მეტად შიში გაჩნდეს ადამიანებში, რომ აი პოლიტიკური ლიდერებიც კი დაიჭირეს და მაშინ რიგით მოქალაქეებზე საერთოდ
რა ვიცი, რა ის უნდა ქონდეს. აი რო არ იმუშაოს ამ ამბავმა. მე მგონი რომ ეგ ამბავი გადალახული არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები რომლებიც ეხლა არიან დაჭერილები თუ კი ვინმე ამათ პროცესებს თვალყურს ადენებს, ცხადია რომ არიან სულად უდანაშაულო ადამიანები დაჭერილი. ანუ არ არსებობს ეხლა წინა ამ კვირაში იყო ორი პროცესი, სადაც ერთ შემთხვევაში 8 ადამიანი იჯდა განსაჯდელის სკამზე, მეორე შემთხვევაში 11 ადამიანი იჯდა და ერთი და იგივე პოლიციელები მოდიოდნენ და ერთი და იგივე ადამიანები იზრდებოდნენ ჩვენებას. და მთელი სცენა იყო დადგმული ის, რომ ეს პოლიციელები ყვებოდნენ როგორ მიიღეს დაზიანებები, ოღონდ ორივე პროცესზე ვერც ერთ კონკრეტულ ადამიანს 19 ადამიანი ხელს ვერ ადებდნენ, რომ აი რაღაც ამან დამაზიანა და სურათს ხატავდა სამთავრობო პროპაგანდა, რომ პოლიციელები ყვებიან რაღაც საკუთარ ტრაგიკულ ისტორიას, როგორ მიიღეს დაზიანებები და აჩვენებენ მე იმათ კადრებს, როგორ იჯენ ისინი განსაჯდელის სკამზე, რომ ადამიანებს დააჯეროთ, თითქოს ისინი არიან დამნაშავეები. იმის თქვა მინდა, რომ ის რომ შეიძლება დაგიჭირონ, ის რომ შეიძლება დაგაჯარიმონ, ის რომ შეიძლება ციხეში ჩაგდონ, ის რომ შეიძლება ჩაგიდონ რაღაც ნარკოტიკი და ამის გამო შეიძლება მრავალი წელი. ეს რა ვიცი, გადალახული აქვს ეს შიში იმ ხალხს, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველზე და აპროტესტებს და ყოველ რაღაც კვირას ან შაბათს ვიკენდზე მარშს აწყობს რომელიღაცა სახელმწიფო სტრუქტურასთან. ეგ შიში მგონია რომ გადალახულია. ამ შემთხვევაში არ მგონია რომ პოლიტიკოსის დაჭერამ მან რამე კიდე შეცვალოს. აუ პოლიტიკოსაც იჭერენ. პოლიტიკოსი კი არა, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ. პოლიტიკოსი კიდე მილიონ რაღაცა შეიძლება მოუძებნო, ხო? კი ბატონო. ეს აქეთა მხარეს, რა იქიდან მხარეს ამ შემთხვევაში ივანიშვილთან დაკავშირებით გკითხავს თუ რა თქვენ თქვით რომ პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვება შექმნის კიდევ უფრო მეტ პრობლემას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ასე წყურია ქართულ ოცნებას, უფრო მეტი კრიტიკა იქნება დასავლეთის მხრიდან და შესაბამისად იქნება უფრო მეტი სანქციებიც. მაგრამ ანუ აი ამანაც რომ არ იმუშაოს ბიძინა ივანიშვილზე, რას გულისხმობ? იცი რაღაცა მე პოლიტიკოსებს კი არ ვაკრინებ, მაგრამ არავის ნაკლები ხალხი არ ზის ახლა ციხეში იმის გამო რომ რაღაცა მათი სტატუსი არ არის პოლიტიკოსი. საერთოდ უდანაშაულო ბავშვების ხედან ციხეში ძალიან ბევრი განცხადება ვნახეთ, ბევრი სანქცია ვნახეთ, ბევრი მოწოდება პირადად, არ ვიცი პრეზიდენტები გინდა თუ რისი ლიდერი არ გინდა, რომ არ უთქვამთ, რომ ეს ადამიანები გასათავისუფლებები არიან, მაგრამ აი გვარამიას, მელიას და ჯაფარიძეს რო დაიჭერენ, ეს რატომ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაცა უკან დახევაზე წავიდეს? არა აიძულებს, არა, მე მაგის ამჯერა, რომ ეგ რამენად აიძულებს მაგას მოყვება დამატებითი რაღაც ზომები დასავლეთიდან ის რომ ამათ დასავლეთიდან კრიტიკა და დასავლეთის ნაბიჯები არ აინტერესებთ, ეს უკვე დავინახეთ უკან წლების განმავლობაში. ამათ თუ რამეზე შეიძლება უკან დაიხიონ, ეს არის მხოლოდ ძალა. მაგრამ მე მხოლოდ ერთადერთი რამის მჯერა საბოლოო ჯამში ეს არის ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი და ძალა, რეალური ფიზიკური ძალა, რომელიცაც მას შეეშინდება. სხვა ყველაფერი გამორიცხულია. არ არსებობს რამე ინსტიტუტები ამ ქვეყანაში დარჩენილი, რომელსაც ივანიშვილი და რუსები არ აკონტროლებენ და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. არ არსებობს ბერკეტი, რომელიც ტრადიციულად ამ ქვეყანაში არსებობდა, იმიტომ რომ ქვეყანაში ჩვენ არ ყოლია რუსი ხელისუფლება აქამდე. იყო და უამრავი პრობლემებით, მაგრამ რუსი არც ერთი არ იყო. ამიტომ შესაბამისად დასავლეთიდან წამოსული კრიტიკისადმი სენსიტიურები იყვნენ ყველა წინა ხელისუფლებები. გარდა ამისა, ამათზე ეგეთი ბერკეტიც არ არსებობს. ანუ ერთადერთი რაც არსებობს საქართველოს მოქალაქეები გამოსული ძალიან დიდი რაოდენობით ქუჩაში, რომლებიც აჩვენებენ ძალას. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი დაკავებით გამოვლენ, აი ამ რაღაც ესეთი ძალა გაჩნდება ზურაბ? მე არ მჯერა, არ ვიცი რა იქნება კონკრეტული მაგის ტრიგერი და როდის მოხდება ეგ ამბავი. არ მჯერა რომ ხა ჩემ დაკავებას მოყვება რაღაცა ეგეთი განსაკუთრებული, მაგრამ რის მჯერა არის ის რომ ეს არის რავი გძელვადიანად მჯერა რომ რა ტიპის მორალის დამკვიდრებასაც რუსული რეჟიმი ეხა საქართველოში ცდილობს და მე ამას რაღაც რუსულ მორალს ვეძახი. ეგ არ გამოვა ამ ქვეყანაში, მე რო ვიძახი ხოლმე რომ საქართველოს ეს ქვეყანა არ გარუსტება, მაგას გულისხმობ რომ აქ ვერ იქნება ვერასოდეს ნორმალური, რომ ვიღაცა 2 მეტრიანი კუნთიანი მუტრუკი ნიღაბში უტყავდეს გოგოს და ცემდეს, ან რაღაცა ჟურნალის თავს აცრიდეს ვიღაცა ეგეთივე მუტრუკი, ან რაღაცა არ ვიცი, ნარკოტიკებს უდებდნენ სულად უდანაშაულო ადამიანებს და ეს იყოს ჩვეულებრივი ნორმალური ამბავი, ან ვიღაცა ტიტუშკები ესხმოდნენ თავს პროტესტში მონაწილე გოგოებს, რომლებიც მერე სახში ბრუნდებიან და ლიფტში ხვდებოდნენ და სპრეის ასხავდნენ და რაღაცა იმას ეს შეუძლებელია. ეს ამის ნორმალიზება მოხდეს ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ვაჟა-ფშაველა არსებობს და ვეფხისტყაოსანი არსებობს და ილია ჭავჭავაძე არსებობს და საბოლოო ჯამში ჩვენ შვილებს ამას ვაკითხებთ, ხო? გინდა არ გინდა ეს ვართ ჩვენ.
შენამდეში როცა ლაპარაკობენ ისე ქართველობის დაკარგვაზე, სინამდვილეში ეს არის ისიც შემჯერაც არის ქართველები ისინი რასაც აკეთებენ, რასაც გვაჩვენებენ ახლა და უნდათ რომ შევეგუოთ და შევეჩვიოთ ამის ნორმალიზება მოხდეს, ეს არის ის რაც ხდება ჩეჩნეთში, ეს არის რაც ხდება ჯამში რუსეთში და მე როცა ვიძახი რომ ეს ქვეყანა არ გარუსტება, მე გძელვადიანად მაგის იმჯერა რომ ეს მორალი ამ ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებს, იმიტომ რომ ჩვენ საფუძვლები გვაქვს სხვა, შეიძლება ვიღაცამ დროებით ეცადოს რომ თავს მოახიოს ეს ადამიანებს შეიძლება გარკვეულ ნაწილს დააჯეროს ეს რომ ეს ნორმალური ამბავია და მათ შორის დააჯეროს რომ ნორმალურია 300 ახალგაზრდის წამება, იმიტომ რომ რაღაცა უფრო დიადი მიზანი არსებობს, როგორიც არის რაღაცა მშვიდობის შენარჩუნება ან ნაცები არ მოუშვათ ხელისუფლებაში რაღაცა ეგეთი, მაგრამ ჯამში ეს მორალი ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ ეს ქვეყანა არ გარუსტება და იფეთქებს ყველა შემთხვევაში, როცა იქნება იფეთქებს. მე ნანახი მაქვს ესეთი აფეთქება ორჯერ ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ 80-იანების ბოლოს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მეორედ ვარდების რევოლუციის დროს და არ ვიცი როდის მოხდება ეს, არ ვიცი მალე იქნება, არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ ვიცი რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ იმ ადამიანებმა, ვინც ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ვისაც გვინდა რომ ჩვენი შვილები აქ დარჩენ და არ გავაპირებთ გაქცევას ამ ქვეყნიდან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ეგ ვიცი რომ არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ზურა, თქვენი კოალიციის წარმომადგენელი ასევე ნიკა გვარამია ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დავამხობთ. აი ამ სიტყვას იყენებს ძალიან ხშირად და ზოგადად ისეთი თამამი სიტყვების გამოყენებით თქვენს გამოირჩევით. აი შეგიძლიათ რომ აი ხა ვინც გვიყურებს, მათ შორის მეც, ვინც გვისმენს, დაგვანახოთ ეს როგორ ხდება. აი ბიძინა ივანიშვილის დამხობა. დღეს არის პროტესტის, აი კიდევ ერთხელ გადავთვალე 172 დღე. აი დამხობის რა ეტაპი ქვია ახლა აი ამ 172 დღეს რო ვიმყოფები. ფაზები არ ვიცი მართლა, მე რაც წარმომიდგენია სცენარი ეს არის ის რომ მათი დამხობა დაუძახოთ, ამას გინდა რევოლუცია დაუძახოთ, რაც გინდა დაუძახოთ. ჩემს აღანაირ მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რაც დავარქვევთ, ეს მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში ქუჩიდან და ამას გააკეთებს ძალიან ბევრი ხალხი. სხვანაირად ესეთი ტიპის რეჟიმები არ მიდიან. ამას ჭირდება დაპირისპირება, ჭირდება ფიზიკური ძალა, ბევრი ადამიანი. როგორ უნდა მივიდეთ მაქამდე, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩემი აზრით, რომელიც დღეს უნდა ისმოდეს ყველგან და რომელსაც გისვავენ რუსთაველზე, როდესაც იქ ხარ, ის მოპროტესტი ადამიანები, ან გისვავს ნებისმიერი ადამიანი, რავი, მეზობელი შეხვდება ლიფჩი თუ ეზოში შეხვდება ვიღაცა თუ სადაც, ყველას აინტერესებს საბოლოო ჯამში ეგ, რომ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ჩემი აზრით ამას ჭირდება ორი რამე. ერთი ჭირდება გარედან ის რაც გვაქვს ახლა, რაც გვიჭირავს ხელში, ეს არის არაღიარება, ეს არის სანქციები, ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი დასავლელი მეგობრების, ის რომ არსებობს უმაღლესი დონის შეხვედრები და ასე შემდეგ. კიდე რაღაცეები არის ისი გაკეთებაც იმათ შეუძლიათ, რაზეც ველაპარაკებით, რაც ხელ შეუწყოდა ამ პროცესს. ქვეყნის შიგნით მე არ ვიცი არც ერთი სცენარი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თუ ჩვენი ძალები იქნება დაგსაქსული. მე ვერ წარმოვიდგენ ეგეც არის. მე მგონია რომ მინიმუმის მინიმუმი წინაპირობა არის ის, რომ უნდა მოხდეს ძალების კონსოლიდაცია. და ამაში კიდევ ხშირად არ იგულისხმება მაინც და მაინც რაღაცა მარტო პარტიები და რაღაცები კიდევ მერე ჩემი აზრით ახლა ამ ქვეყანაში პარტიები აღარ არსებობენ. ამას ჭირდება ყველა ადამიანის, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და რაღაცა ავტორიტეტი და წონა გააჩინა საზოგადოების თუნდაც პატარა ნაწილში, ყველა ეგეთი თავების გაერთიანება და პირველ რიგში ერთად ფიქრის დაწყება და მსჯელობა ბრეინსტორმინგი. ეს კონსოლიდაცია ჩემი აზრით ახლა მიდის. ხდება, ანუ რაღაცა ესე კი არ ხდება, რომ ყველა ერთად შევიკრიბეთ და დავჯექით, მაგრამ პროცესი მგონია რომ მაგისკენ მიდის, არსებობს ერთი ფორმატი სალომე ზურაბიშვილთან, სადაც შეკრება ხდება და იქაც მარტო პარტიები არიან, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები არიან ჩართული და იქაც ხდება რუსთაველზე ყოველ საღამოს არის ეგეთი ამბავი, პაატა ბუჭულაძე კრებს ყოველ კვირაში ადამიანებს და ყოველ შემთხვევაში 50-60 ადამიანია, სადაც ასევე მიდის დისკუსია და მსჯელობა იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რაღაცა იდეები არის მათ შორის, რომელიც იგჟღერდება, ანუ რაღაცნაირად ეს დაკვეთა ადამიანების ხედვა ზურა, აი რამე ხედვა სად დაიდო? მაშინ ასე დავს, რამე ხედვა, აი კონკრეტული რაღაცა ხედვა, აი ვეიხა რომ ვიღაცა რომ გვიყურებს იმას რომ რაღაცა დავაჯეროთ, რომ ივანიშვილის დამარცხება რეალურია, აი ესეთი ხედვა სად დაიდო? ზურაბიშვილთან, ბურჭულაძესთან რომ იკრიბებით, რუსთაველზე რომ ელაპარაკებით ერთმანეთს თუ სად? შეთანხმებული, შეჯერებული ხედვა ამ წუთისთვის არ დევს, იმიტომ რომ ჯერ ეს პროცესი არ არის მისული მაგ ეტაპამდე, მაგრამ მე მჯერა რომ რაღაც მომენტში ეს პროცესი მივა მაგ ეტაპამდე და დაიდება საბოლოო ჯამში შეჯერებული, შეთანხმებული გასაგები ერთიანი ხედვა, რომელიც იქნება როგორც საგარეო ნაწილი, ისე ქვეყნის შიგნით რაღაც ნაწილი. მივალთ მაგამდე. სხვანაირად რო შეუძლებელია სცენარის განვითარება. ეს რაღაც გარდაუვალ ამბად ჩემი აზრით კი, თუ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას,
ეგ არის გარდაუვალი რომ აქამდე მივალთ. მაგის ალტერნატივა არის რომ ჩვენ ბრძოლას წყვეთ, ხელებს უშევ და ეს ქვეყანა ხდება რაღაც ბელორუსის მაგვარი. მე უბრალოდ მაგ სცენარის არ მჯერა. კი ბატონო და ეს რაღაცა მესმის რომ რთული პროცესია, ეს რაღაცა კონსოლიდაცია მათ შორის არის ყველანაირი სპექტრის ივანიშვილისადმი კრიტიკულად განწყობილის, მაგრამ ყველანაირი სპექტრის მათ შორის შეიძლება, რა ვიცი, ისეთ ადამიანებთან მოგიწიოთ გვერდი-გვერდი წომა, რომლებიც საერთოდ არ მოგწონდეთ, არ გიყვარდეთ და ეს არც არის ვალდებული საქმისთვის, მაგრამ მაინც ხო და აი აქამდე რატო ვერ მოხერხდა? აი 172 დღე ტყუილა არ ვამბობ მე აი ამ დღეების რაოდენობა. 172 დღე არ არის ცოტა დრო, ხო? ნუ პირადად ჩემთან თუ არ იკითხვა, მე ამ თემაზე ვლაპარაკობ 2022 წლის აპრილიდან, მე და ლაკა ვიყავით პირველები, ვინც დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ძალების კონსოლიდაცია არის აუცილებელი. მე მათ შორის ღია და საჯაროდ ხარდამჭერი ვიყავ, რომ ჯერ კიდე საპარლამენტო არჩევნებამდე მომხდარიყო ეგეთი რაღაცა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ადამიანებს ჭირდებათ რაღაც ეტაპების გავლა, რაღაცების გადააზრება, რაღაცების სხვანაირად დაანახვა, ბევრს დასჭირდა დღეს ნახავთ რუსთაველზე ადამიანებს, რომლებიც ღიად გეუბნებიან, რომ ისინი არ იყვნენ რაღაცა გაერთიანების და დიდი ერთობის და კონსოლიდაციის ხარდამჭერები, მაგრამ ეხლა რომ დაინახეს, რომ რეჟიმი გახდა ზედმეტად რეპრესიული, უკვე ხედავენ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ცალ-ცალკე რეჟიმს შეუძლია გაანადგუროს ყველა. და ხო რავი, ეხლა ამოიკითხეს ჩვენ გერბზე რაც წერია. ამიტომ რავი, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დრო და ისჭირდება, რომ რაღაც აზრამდე მივიდეს და კიდე გავიმეორებ თუ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და მე მჯერა რომ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება გავჩერდეთ და როგორც მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება გავჩერდეთ, ისე ვერ ხვდება ყველა ის ადამიანი, რომელიც საღამოს რუსთაველზე გამოდის, რომელიც დღეს ვერ ხედავს სად მიდის ეს გზა კონკრეტულად, მაგრამ მიუხედავად მაგისა, სახში ვერ ჩერდება, იმიტომ რომ სახში რომ გაჩერდეს, ზუსტად ის მერე საწავა ეს გზა. ხო, ამიტომ თუ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ეს ბრძოლა გარდაულად მივა მაგ ეტაპამდე, როცა ამ ძალების კონსოლიდაცია მოხდება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ ალტერნატივა არის ის, რომ უბრალოდ გავჩერდით და ვაღიარებთ, რომ დავმარცხდით, რაც მე არ მჯერა რომ მოხდება. კი ბატონო, ივანიშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ზურა, აი რამდენი წელია უკვე პოლიტიკაში ხართ და ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებით ებრძვით, აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე თქვენი დაკვირვებით, აი რა არის ის, რაზეც ყველაზე მეტად უწევს ბიძინა ივანიშვილს, რომ რაღაცა რეაგირება მოახდინოს, აი რა ткენს ყველაზე ძალიან. ქვეყნის გარეთ გასაგებია ეს სანქციები კი არ იმჩნევს, მაგრამ ძალიანაც ნერვიულობს, მაგრამ აი ქვეყნის შიგნით და აი როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ რაღაცა იძულებული გახდეს მაინც, რომ აი შესაძლოა ჩემი წინასწომრები ამბობდნენ გადაცემაში, რომ ის იმდენად პოლარიზებულ გარემოში ვართ, რომ რაღაცა ადამიანიც კი არ არსებობს, რომელიც შეიძლება შუამავალი იყოს, რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცის თქმა რომ დაგჭირდეს, თუნდაც ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ან თავად ბიძინა ივანიშვილთან. ხო და აი რა შეიძლება იყოს ის, რაც ივანიშვილს გადაადგმევინებს რაბიც, რომ მინიმუმ აი იცი რა დავილაპარაკოთ. შეიძლება რაღაცა არ ამბობს, რომ კაპიტულაციას ვაცხადებ ბატონო და პატიმრებს უშვებ, არჩევნებს დაგინიშნავ იმისთვის, რომ ჩემი მარცხი გავაფორმო, მაგრამ აი იძულებული გახდეს, რომ მინიმუმ დაგელაპარაკოთ. წინააღმდეგობა. ისაც ხდება რუსთაველზე ყოველ საღამოს, ისაც ხდება ყოველ ვიკენდზე, რომელსაც რამდენიმე ჯგუფი აორგანიზებს ეს მარშები, წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმები, სხვა არაფერი. ერთადერთი ეს არის კიდე გავიმეორებ წინააღმდეგობა, რომ მათ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი და რუსები. კი, ოღონდ ჯერ არა ეს არ არის ჩემი აზრით საკმარისი, ანუ ამას როგორი წინააღმდეგობა იქნება? მასშტაბების გაზაჭირდება ბევრად მეტი ხალხი ყველა ქალაქებში. მასშტაბების გაზის ისაც წეღარ ველაპარაკე. მასშტაბის გაზის თუ ადამიანები დაინახავენ ძალას, რომელიც გაუჩეს მათ რწმენას, რომ აი ამ ძალას გავყვებით ჩვენ ყველამ ერთად. პირველ რიგში ალბათ მაინც პოლიტიკოსებმა, მაგრამ ჯამში ყველამ ერთად. ჯამში ყველამ ერთად უნდა დაინახო, რომ ანუ შეუძლებელია ვინმე დაიჯეროს ეხლა, რომ მარტო ჯაფარა არის ივანიშვილის და რუსების მომგები. მაგის არ ჯერ არავის, არ ქვეყნის შიგნით, არ ქვეყნის გარეთ. შეუძლებელია ჯაფარაზე კი არ არის, ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი აიღო და იგივე არის. შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ გამოასხიებს იმის საკმარის ძალას. არავის ამ ქვეყანაში ამ წუთში არ აქვს იმხელა პოლიტიკური კაპიტალი, რომ ეს შეძლოს. არავის ამ ქვეყანაში არ აქვს მათ შორის იმხელა ფინანსური კაპიტალი, რომ ეს შეძლოს. ან ერთი გჭირდება, ან მეორე, ან ორივე ერთად. და ვერც ამას ვერ შექმნი ამ რეალობაში, ვინც არ უნდა მოიყვანო. დიმიტრი გელოვანი რო გამოიყვანო, ეხლა ერთ კვირაში პროპაგანდა გაგინადგურებს და დაიყვანს რაღაც დონემდე და მორჩა. ანუ ერთადერთი გამოსავალი მანდ არის ის, რომ ძალა აჩვენო იმით, რომ ყველა, კიდე გავიმეორებ, ეს არის მარტო პოლიტიკოსები. ყველა აქეთ ხარეს ვაშაძეს უყურს ხოლმე ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ მართლა ეგრე არის. თუ კი ვინმე ნორმალური საღი ადამიანი არსებობს რომელიმე სფეროში, რომელიც სფეროც არ უნდა აიღო. ყველა არის აქეთ.
და ვაშად არ მართლა ისე არ ხო და მე ვიცინი ხოლმე რომ ხო იქით არის ლალი მოროშკინა. ანუ ყველა ნორმალური აქეთკენ არის იქით არის ლალი მოროშკინა. ლალი მოროშკინას კი არ ვეჩი, მაგრამ ნუ კარგი საჩვენებელი არის კონტრასტისთვის და მაგიტო ვიძახი. ხო და ეს ხალხი არის, ეს ყველა არის გასაერთიანებელი და მაშინ ადამიანები ირწმუნებენ რომ ხო აქეთ მხარეს არის რაღაცა ძალა, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს და მოუგოს რუსულ რეჟიმს. სხვა შემთხვევაში ბევრჯერ მithქვამს ესა შემიძლია გავიმეორო, გარედანაც ესე ჩანს და ეს მე მიგზნია ჩვენ უცხოელებ მეგობრებთან საუბარში რომ ჩვენ ხო იმათ არ ვეუბნებით რომ ეს აქ საქართველოში რაღაცა პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა არის და რაღაცა ქართული ოცნების დამარცხებაში გვჭირდება დახმარება. ჩვენ ვეუბნებით რომ რუსთაველზე რაც რა ამბავი ხდება, ეს არის რაღაც ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელიც უბრალოდ რუსთაველზე აქვს ადგილი და იქ წყდება საქართველოს ბედი წყდება, სომხეთის ბედი წყდება, ცენტრალური აზიის ქვეყნების ბედი წყდება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი წყდება, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხი და ჯამში ევროპის საკითხი და ამიტომ უნდა დაგვეხმაროთ. თქვენი ინტერესიც არის ეს. იმიტომ რომ რუსეთი არის აქ ჩარეული და რუსეთთან მიდის დაპირისპირება და მე იქიდან კითხვა არის რა თუ რუსეთი არის ჩარეული რა შეგვიძლია ცალცალკე ებძვით ხო გაუგებარი ან იტყუები როცა ეუბნები რომ რუსეთს ებძვით ან სულელი ხარ კი ბატონო და ზურაბ ის მერტო დამავიწყდა სიტყვა პროპაგანდა ახსენეთ ამ ნაწილზე მინდა კითხო მისმის ივანიშვილის რესურსები ფულში კონკურენციაში შესვლა ივანიშვილთან წაგებული ამბავია ცხადია მას აქვს ადამიანური რესურსი ის ძირითადად დგას ძალადობრივ რეჟიმზე ამ ძალოვან სისტემებზე და ასე შემდეგ და პროპაგანდაზე რაშიც ვიყენებს აი ამ ყველაფერს ხარჯავს აქ რამდენად სათანადოდ უპირისპირდებით ქართული ოცნების პროპაგანდას რატომ ისევ იმის გამო რომ დაქსაქსულები ვართ. იმიტომ რომ პროპაგანდას რო უპასუხო, პროპაგანდა რა არის? ისინი მოიგონებენ რაღაცა ტყუილს, რომელსაც კობახიძე წაიკითხავს პირობითად ბრიფინგზე, რომელსაც მე ქარდება დაჭრის იმედი და პოზიტივი და გაუშვებენ სოციალებში და პლუს ყველა თავის ნიუსებში და იმებში ატრიალებენ ერთ და იგივე რაღაცას. პლუს იგივე სილაპარაკებს ყველა ქოცი კოორდინატორი ნებისმიერ ეზოში, საქართველოს სადაც არ უნდა წახვიდე და იგივე კომენტარებს დაწერს ნებისმიერი ბოტი და ტროლი, რომელიც დაქირავებული ყავთ იმათ. ესე მუშაობს პროპაგანდა. და რაღაცა სიგიჟე შეუძლია დააჯერონ ადამიანს სწორედ იმის გამო, რომ ყველგან სადაც წავა ეს ადამიანი, ყველგან დახვდება ეს. ამას ერთადერთი რაც შეიძლება დაუპირისპირო არის, რომ აქედანაც იყოს, იმას კი არ ვიზახ, რომ აქედანაც პროპაგანდა იყოს. აქედან უნდა იყოს სიმართლე, ოღონდ ეს სიმართლე უნდა ჟღერდეს ყველასგან და უნდა ჟღერდეს თანმიმდევრულად და ერთდროულად. მაგრამ აქედან ეგრე არ ხდება. იმიტომ არ ხდება, რომ რაღაცა კობახიძემ რაღაცა თქვა, მე რაღაცა ჩემენაზე, რაღაცას პასუხობ სადღაც, ვიღაცა თავის ენაზე, რაღაცას პასუხობს, ვიღაცა უკეთეს მოიფიქრებს და ცოტა კიდე განსხვავებულად იტყვის რაღაცას, ადამიანების თავებში თვინებში მიდის, არ ვიცი 20-30 სხვადასხვა არხიდან. ხო, შეიძლება message box-ის კი არა რაღაც რომ იმაცავით ესე ერთი და იგივე სიტყვები ილაპარაკო, მაგრამ შინაარსი, რასაც პასუხობ, მაგისი უნდა იყოს, ხო, ერთი და იგივე რომ რაღაცა ეს არის ეს ტყუილი ამის გამო და ეს არის სიმართლე. სიტყვაზე ვიძახი რა, როგორ შეიძლება რაღაცა ამის პრობლემა მოახდინო. მაგრამ ეს თუ არ ხდება ესევე რაღაცა კონსოლიდირებულად, როგორც ამას ისინი აკეთებენ, ადამიანთან იქიდან მოდის ყველა არხით ერთი და იგივე და აქედან 20 სხვადასხვა თუ 30 სხვადასხვა პირიდან მოდის სხვადასხვა რაღაცეები. რომ შეიძლება დაახლოებით ერთ და იგივე რაღაცა იყოს, მაგრამ მაინც რაღაც განსხვავებული არის. კი ბატონო. აბა სხვანაირად როგორ უნდა დაუპირისპირდე, მე პროპაგანდა მარტო ის არ არის, რომ პროპაგანდა არის, მათ შორის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც მაგაში ასხამენ, ხო? უამრავ ფულს ხარჯავენ, იმედზეც, პოზიტივიზეც და იმაზე, სოციქსელებშიც და აქედან შეგიძლია მაგას ხოლმე პასუხი გაცევა, ეს პასუხი უნდა იყოს რაღაცა ერთიანი და ასევე ორგანიზებული, როგორც იქით ამ მხრიდან არის. ნუ მადლობა. ბოლოს თუ გინდა რამის თქმა თუ არა. არა, კიდე მოვდივარ აქ, მალე და ბატონო, ხო, სამშაბათს კი ბატონო, სამშაბათს ინგა გრიგოლიას რეაქციაში იქნება ასევე სტუმრად ზურაბ ჯაფარიძე ვეტყვი მაყურებელს და ხუთშაბათს უკვე თქვი რომ არის მისი სასამართლო პროცესი, არ ვიცი, ნახოთ რა მოხდება, სამწუხაროდ რთული გამოსაცნობი არ არის რა შეიძლება ველოდოთ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ რომ არ მომიწევს იმის თქმა რომ პოლიტიკური პატიმარი ხარ. მადლობა ზურა, მადლობა იმისთვის რომ მიყავით ჩემთან სტუდიაში სტუმრად. ჩვენ რეკლამას უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.